ძალიან ცუდად ვიცი ფოლკლორი, არ ვიცი, კარგად ზედაპირული ცოდნა მაქვს, მაგრამ რაც მომისმენია, კორსიკული პოლიფონია ძალიან გავს რაღაცით ქართულ პოლიფონიას. სხვა მსგავსებები თუა სხვა ქვეყნის პოლიფონიებს შორის? კორსიკაც გავს, აფრიკულიც გავს და ბევრი სხვა. და ეს მსგავსება საიდან მომდინარეობს, ან მარტივად გეტყვით. პოლიფონია არსებობს ბევრნაირი. სტილურია. ანუ შეიძლება იყოს აფრიკული ტიპის, სადაც კრიმანჭულიც ისმის და ყველა თავის რიტმს ჭრის და რაღაც ერთიანი, რომელიც გურულებს გვაქვს და ემსგავსება ერთმანეთს. შეიძლება იყოს კორსიკული, სადაც გაბმულ ბანზე ორი ხმა თამაშობს, რომელიც ქართლს ახასიათებს. შეიძლება იყოს გაბმულ ბანზე ორი ხმა და მოდულაცია და კიდევ უფრო დაძაბულობა, რაც კახეთს ახასიათებს. და საბოლოო ჯამში ესე რომ ჩამოვთვალოთ, იზალი ზემცხოვსკი ამბობს ეგეთ რაღაცას, ეს ეთნომუსიკოლოგიის მამად წოდებული და პატრიარქად წოდებული კაცი იყო, რომელიც ამბობს, რომ თუ ახალი ტიპის პოლიფონიას მოვიძებთ, ან მეცნიერები დაადგენენ ახალი ტიპის პოლიფონიას რამეს, ნებისმიერს. ის არის თუ არა ახალი ტიპი და არის თუ არა პოლიფონია, უნდა ავიღოთ და დავადაროთ რომელიმე ქართული ტიპის პოლიფონიას და მაშინ კი ანუ იმდენად მდიდარია ქართული მრავალხმიანობის პოლიფონიის ტიპები. გაიშალო წელში ასეთ რაღაცას აი რომ თუ სადღაც ახალ მიგნებას მეცნიერები გააკეთებთ, წამოიღეთ, დაადარეთ და თუ არ დარდება, მაშინ არ არის ახალი. აი თუ არ დარდება, აი ეს ასე ხედვა ამ მასშტაბის და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ კორსიკულიც, მაგრამ კორსიკული გავს ჩვენი 20-მდე დიალექტის ერთ-ერთს. აფრიკული გავს, გააჩნია რომელ აფრიკულზე ვლაპარაკობთ, აი გურულს გავს, მაგრამ აი მსგავსების დროს ფაქტურის თვალსაზრისით იმდენად მაღლა დგას ქართული, რომ იქ ახლოს ვერ მიდის.